მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ვედეციას საფულის აპდეიტი ნომერი 10. ძალიან ბევრი რამე მოხდა ბაზრებზე, ვერცხლმა ბოლოთვის განმავლობაში ძალიან დიდი ზრდა დააფიქსირა, ბიტკოინი და ეთერიუმიც გამოცოცხლდნენ და დასტურეს თავიანთი რიტესტი, მიდიან მაღლა და მოდი ვნახოთ თუ რა გააკეთა ჩვენმა საფულემ. და უახლოვდებით თუ არა ჩვენ $100,000. ვინც არის ის რა არის ეს ვედეცია საფულე? ვედეცია საფულე არის ის საფულე, სადაც ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ $5,000-დან გავაკეთოთ $100,000 და რა თქმა უნდა გავაკეთოთ ყოველთვიურად ინვესტიციები ხოლმე გარკვეულ ასეტებში. ვისაც აინტერესებს დაწყებიდან აქამდე, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს YouTube გვერდზე, ნახოთ პლეილისტები და პლეილისტებში არის ვედეცია საფულე. დავიწყოთ ჩვენი ინვესტიციით, ანუ ყოველთვე ვაკეთებთ რა თქმა უნდა €450 ინვესტიცია, €150 მიდის რა თქმა უნდა ვერცხლში და ვერცხლი მეგობრებო ხედავთ რომ დღესდღეობით ჩვენი ვერცხლის ღირებულება არის €5,600, რაზეც უკვე ჩვენ გვაქვს 100%-იანზე მეტი მოგება, რაც რა თქმა უნდა არის იდეალური, მით უმეტეს როცა ჩვენ დავიწყეთ აპრილში, ანუ აპრილის მოყოლებიდან დღემდე 100%-ზე მეტ მოგებაში ვართ. დღეს 6,000-იც იყო ასული, ცოტა მინძე, მაგრამ ახლა პატარა კორექცია გვაქვს და ჩამოვიდა $5,600. მოდი გავაკეთოთ ჩვენი ყიდვა, ვიყიდოთ აქ ვერცხლი, გვინდა ყიდვა, გვინდა ვერცხლი, გვინდა რომ შევინახოთ ზიურიხში და ვყიდულობთ €150. გადავიდეთ მეორე ნაბიჯზე, ოკეი. €2 თითქმის €2-ზე მეტი ტრანზაქციებში მიაქვს და უბრალოდ ვიყიდოთ. ახლა მოგდის პლუს-მინუს 65 გრამი, როცა ჩვენ დავიწყეთ ინვესტიცია, თითქმის 150 გრამი მოგდიოდა, 150-ზე მეტი მოგდიოდა. პირველი ყიდვა იყო 157 თუ არ ვცდები, შეგვიძლია შემდეგ გადავამოწმოთ. მოკლედ აქ ვიყიდეთ. ჩვენ აკაუნტს კი ბატონო ვიყიდეთ და აი რო გადავხედოთ ჩვენ ყიდვებს, აი ვხედავთ რომ ეს $150 მოგვიდა 157 გრამი, შემდეგ მოგვდიოდა 157, 150 და ანუ ყოველი თვის განმავლობაში უფრო და უფრო ნაკლები ვერცხლი მოგვდიოდა. აი ვხედავთ რომ ერთი და იგივე ღირებულებისას ვყიდულობ €150 ყოველთვის და ვხედავთ რომ ანუ ყოველი თვის განმავლობაში უფრო და უფრო ნაკლები მოგდის. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ჩვენი ინვესტიცია იზრდება და იზრდება, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ეს ყველაფერი იდეალური. ახლა გადავიდეთ კრიპტოზე მეგობრებო. რაც შეეხება კრიპტოს, ეს არის ისეთი რამ, რაზეც შეგიძლია რომ იამაყო, იმიტომ რომ კრიპტოში ყველა, აბსოლუტურად ყველა არის წაგებაში. ჩვენ კიდევ ვართ მოგებაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიყენებთ ვედეცია საფულეს, ანუ ვაჭარის დეციას. ანუ უბრალოდ DCI არ არის ეს არის ვაჭარის დეცია. ჩემი საკუთარი ჩამოყალიბებული ინვესტიცია, რომელსაც ასე ვთქვათ, აერთებ დეციას. ნუ მოკლედ აქ ჩავირცხ რა თქმა უნდა €200 აქაც, ხედავთ რომ გვაქვს €200 და ვიყიდოთ €100 ბიტკოინი და €100 ეთერიუმი აქაც. დავიწყოთ და ვიყიდოთ ბიტკოინი 100, ჯერ ეთერიუმი €100, მარკეტ ორდერით. ესეც ვიყიდეთ. Let's go და ახლა ვიყიდოთ ბიტკოინი. ბიტკოინსაც ვყიდულობთ რა თქმა უნდა €100. ესეც ასევე დავაყენებ მეგობრებო sell order-ებს, იმიტომ რომ sell order-ები ჯერჯერობით არ მიყენია მხოლოდ და მხოლოდ. ბიტკოინზე მიყენია, მაგრამ ეთერიუმზეც დავამატებ sell order-ებს და ბიტკოინზეც კიდევ ერთ პატარა sell order-ს დავაყენებ, იმიტომ რომ 100,000 არის ის ლეველი დოლარებზე, ევროზე სხვათან ხარის, რომელზეც მინდა რომ რაღაც მოგება დავაფიქსირო. ნუ მოკლედ ჩვენი ინვესტიცია გავაკეთეთ აქ, ეს გამოვიდა უკვე €200 პლუს 150 ვერცხლს, ეს უკვე €350 პლუს გავაკეთე კიდე €100-იანი ინვესტიცია, $300-ლარიანი ინვესტიცია ჩვენ ანაბაში, მაგრამ ანუ BOG-ს აპლიკაციას ვერ ხსნი, არ ვიცი რა მოვიდა, უბრალოდ არ შევყავარ, მაგრამ ეგ ინვესტიციას არის გაკეთებული და შემდეგ ვიდეოში ახალს რო დავამატებთ განახებთ. იქ ახლა მაქვს 2,800 რაღაცა ლარი, ევროებში გამოდის უკვე €900, რაც რა თქმა უნდა ესეც არის იდეალური და მოდი ახლა დავითვალოთ მეგობრებო, მოგება გავაკეთეთ თუ წაგება ამ თვეშიც. ნუ გავაკეთეთ ახლა რა თქმა უნდა €450-იანი, ნუ წელიწადი ჩვენ ყველანაირ შემთხვევაში დავხურეთ
მოგებაში, რაც არის რა თქმა უნდა იდეალური, აქ ხედავთ რომ ეს თვითონ თვემდე არის და მაგრამ ჩვენ ინვესტიციაზე გავაკეთეთ 20.98% მოგება, მაგრამ ამაზე კიდე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ, თუ როგორ მოვახერხეთ ჩვენ რომ გაგვეკეთებინა, როცა ხალხს ხარია 12%-იანი, 10%-იანი მოგება, როგორ გავაკეთეთ და ვაჯობეთ ჩვენ ბაზარს, იმიტომ რომ აქ რასაც ხედავთ, ეს არის ის, რომ ვაჯობეთ ბაზარს, მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოში გქონდა კორექცია და year to date, ესე ვთქვათ, 1 იანვრიდან 21 დეკემბრამდე 2025 წელს ბიტკოინმა და ეთერიუმმა გააკეთეს კორექციები და მაინც მინუსში იყვნენ. მოკლედ, მოდი ახლა დავითვალოთ ჩვენ რა თანხები გვაქვს აქ. მოკლედ, კრიპტოში გვაქვს 6210, 6210 ევროს დავუმატოთ, ვერცხლში გვაქვს ჩვენ. ეხლა ვნახოთ 5600 დავუმატოთ კიდე 150, რომლის ინვესტიციაც დღეს გავაკეთეთ. გამოდის 11960 და დავუმატოთ კიდევ 900 евро, რომელიც გვაქვს ანაბარში, გამოდის 12860 евро. ეს ყველაფერი შევიტანოთ აქ. 12860 евро. და ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. ამ თვესაც, ანუ თვიდან თვემდეც ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილავთ, გავაკეთეთ ზრდა თუ არა და მხოლოდ ერთი თვე გქონდა მინუსში, სადაც ესე ვთქვათ, თვიდან თვემდე აკეთებ, იზრდება შენი საფულე თუ მცირდება. აქ ხედავთ რომ დავიწყეთ 5300 რაღაციდან, 5000-დან დავიწყოთ უკაცრავად, შემდეგ გქონდა 7%-იანი მოგება, ამ 7%-იანიდან აქამდე გქონდა 24-იანი და ასე შემდეგ და დღესდღეობით, ანუ წინა თვესთან შედარებით, ჩვენ გვაქვს, წინა თვესთან შედარებით ჩვენ გვაქვს 18%-იანი ზრდა, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან კარგი და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის ვერცხლის პოზიციას. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ტოტალური ინვესტიცია გამოდის 9050 евро, აქ ჩავწეროთ 9050 евро. 9050 евро და ჩვენ გვაქვს დღესდღეობით 12860 евро და ეს გამოდის რომ ჩვენ ტოტალურ საფულეზე, ჩვენ ტოტალურ ინვესტიციაზე, ანუ 950 ევროიანი ინვესტიციაზე ჩვენ გვაქვს თითქმის 30%-იანი მოგება, აქ იყო ჩვენთვის საუკეთესო 31%-იანი, მაგრამ რა თქმა უნდა ამხელა კაპიტალი არ გქონდა, მაგრამ ანუ ეხლა დღესდღეობით ჩვენ ინვესტიციაზე გვაქვს გაკეთებული 29%-იანი ზრდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ წელიწადი დავხურეთ 29.63%-იან მოგებაში, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, იანვრის დასაწყისში ვაკეთებთ ახალ ინვესტიციას, აი აქ ხედავთ, რა თქმა უნდა მე ყოველთვის პირველ ან მეორე კვირის დასაწყისში ვაკეთებ ხოლმე და ესე ვთქვათ, ესეც დეკემბერს ეკუთვნის, იმიტომ რომ ეს სტები რაც მოხდა კრიპტობაზარზე და ვერცხლზე, ეს ყველაფერი დეკემბერს ეკუთვნის, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლუს-მინუს 30%-იანი ზრდა ვნახეთ ჩვენ საფულეზე 2025 წელს, რაც რა თქმა უნდა არის იდეალური დამეთანხმებით მეგობრებო, ეს არის დავიწყეთ აპრილში, აპრილიდან დღემდე, არის იდეალური 10 თვეში, ხომ 1 2 3 4 5 6 7 8 9 ეს თვე არის, თვლება 10 თვე გამოდის. და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ვინ აკეთებს ახლა ყოველწლიურად 30%-ს, ხომ რა თქმა უნდა ყოველწლიურად დიდი ნათქვამია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ყოველ წელს გავაკეთოთ მოგება, ან მინიმალური წაგება, იმიტომ რომ ჩვენ ვიყენებთ ზუსტად იმ სტრატეგიას, რომელიც მე მაქვს, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული და ის არის, ასე ვთქვათ, კონსისტენტური იმ შემთხვევაშიც, როცა კრიპტო ან ასეტები, სადაც ჩვენ აკეთებ ინვესტიციას მიდის ქვემოთ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ აი აქაც მაგალითად კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ, კრიპტო გაუფასურდა, მაგრამ ჩვენ მაინც მოგებაში ვართ, ანუ თითქმის 20%-იან მოგებაში ვართ, რაც რა თქმა უნდა არის იდეალური, ხო, ანუ თითქმის კი არა 20%-იანი მოგება არის, ამიტომ ეს არის ძალიან კარგი. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი VDC საფულეს აპდეიტიც მოხდა, ვართ ისევ და ისევ პლუსში, რაც რა თქმა უნდა ძალიან მიხარია და ძალიან მაინტერესებს, რამდენი აკეთებთ თქვენს, რამდენი აკოპირებს ჩემს სტრატეგიას და რამდენი ესე ვთქვათ, ხართ თუ არა თქვენ, ანუ თქვენ თუ დაიწყეთ აპრილში, ძალიან მაინტერესებს, ხართ თუ არა მოგებაში და გააკეთეთ თუ არა ის, რასაც მე ესე ვთქვათ, განახებთ ვიდეოებში და დაგეხმაროთ თუ არა და ხედავთ თუ არა
განსხვავებას იმაში, თუ რასაც აკეთებდით თქვენ, რასაც აკეთებთ ახლა. და მოდი ახლა განვიხილოთ, თუ სად გავყიდი მე და სად დავაფიქსირებ მე ჩემ მოგებებს, აი აქ ხედავთ მაგალითად Ethereum-ზე რომ ქონდა buy order-ი, აქ sell order-ი ქონა, აქაც დავაფიქსირეთ მოგება, აქაც დავაფიქსირეთ მოგება და შემდეგ ესე ვთქვათ ვარდნებზე ისევ და ისევ შევიწყდეთ და ისევ ვიყიდეთ. Ethereum-ი რამაც იზრუნა იმაზე, რომ ჩვენი პოზიცია გაგვედიდებინა და უფრო დიდი პოზიცია გქონოდა. ახლა მე მეგობრებო ამ ყველაფერს წავშლი და განსაზღვროთ ახლა ისევ ახლიდან ჩვენი sell order-ები. წავშალოთ და დავიმახსოვროთ 87,970 88,000 პლუს მინუს. ნახეთ ახლა რა ხდება აქ მეგობრებო. ეს არის რა თქმა უნდა ევროზე, თუ ამ ყველაფერს დოლარზე გადავიტან, დოლარზე რა თქმა უნდა არის უფრო მეტი $102,000, ამიტომ გააჩნია თქვენ სად აყენებთ თქვენ sell order-ებს, გაითვალისწინეთ ის რომ მე ახლა აქ ევროებზე ვაყენებ. ნუ მე დავაყენებ ახლა 87,000 ევროზე. ბიტკოინი ვნახოთ. კეტი, ჩვენი ვალეტი, ბიტკოინი გვინდა გაყიდვა, გვინდა ლიმიტზე და ჩვენ გვინდა რა ფასი იყო 87,000 ევრო. 87,000 ევრო. ნუ დამრგვალებული ციფრები არ მიყვარს ხოლმე. ვნახოთ თუ შეგვიძლია სხვა რამე ვნახოთ აქ. 86,500 ნახოთ რამდენია მოგება. ნუ პლუს მინუს 10% კი ბატონო, ნუ იყოს 86,800. 86,850. და კაც მეგობრებო, რა თქმა უნდა, არ ვყიდით მთლიან პოზიციას, ვნახოთ მთლიანი პოზიცია რამდენი იქნებოდა. 2,382 ევრო, როცა ჩვენ ახლა მაგალითად გვაქვს კრიპტოში, რამდენი ბიტკოინში რამდენი გვაქვს 2,450. ოკეი. ნახოთ ახლა ისევ ლიმიტი გავყიდოთ 86,850-ზე ჩვენ ვყიდით 10%-ს. 10% გამოდის 228 ევრო, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ძალიან კარგი. ოკეი, ჩვენ რა თქმა უნდა მაღალ ლეველებზე გვაქვს დაყენებული ჩვენი sell order-ები, აი აქ ხედავთ რომ 115 და 130 ვნახოთ სად არის ესენი. ეს გავაწითლოთ. ეს დავაკოპიროთ. ესეც დავაკოპიროთ. ნუ 115 და რამდენი იყო? 115 და 130. ვნახოთ სად არის 115 და 130. პირველი არის ძალიან შორს არის ესენი. აქედან აქამდე ჩვენ გვაქვს 15%, აქაც მინდა 10%-ის გაყიდვა, ეს იქნება 99,000 ევრო. დიამეტრს წავშლი. წავშალოთ. ეს ლეველები, რომელიც გქონდა აქ ჩაწერილი sell order-ები მეგობრებო, ეგ იყო მაშინ, როცა ბიტკოინი უკვე იყო აქ ამ ზონაში დადიოდა, ამიტომ ამ ლეველებს take profit-ის ასაღებად რა თქმა უნდა არ განვიხილავდი, მაგრამ ახლა როცა ბაზარი წამოვიდა, ქვემოთ გააკეთა კორექცია და ჩვენ შეგვისვა buy order-ები, რა თქმა უნდა ჩვენი sell order-ებიც უნდა შევცვალოთ. ანუ გვინდა ჩვენ კიდევ ვალეტი, ბიტკოინი გაყიდვა ლიმიტზე 99,000. 18,950 ამ შემთხვევაში და გვინდა აქ კიდევ გაყოფა ლიმიტი, აქაც ავიღებთ 15%-ს მეგობრებო უკვე და გვექნება ჩვენი პოზიციის 25% გაყიდული, თუ ბაზარი ამოვა აი აქ. აქ ბაზარი რო ამოვა, რა თქმა უნდა, ყველა იქნება ეუფორიაში, ყველა იქნება ბედნიერი, ყველას ეგონება რომ ჩვენ წავედით უკვე და ვაკეთებ ახალ time-ის, რაც რა თქმა უნდა არის შესაძლებელი, მაგრამ ზუსტად ამ დროს ხდება ხოლმე რომ ბაზარი მოდის კორექციაზე, აი როგორც მაგალითად აქ მოხდა. ყველას ეგონა რომ всё აქედან უკვე წავედით, მაგრამ ხედავთ რომ აქედან გაკეთა კორექცია და ზუსტად მაგის განვიზღვევ თავს, რომ ბაზარი აქ რო ამოვა, ყველა შეიძლება ეგონოს რომ ჩვენ ვაკეთებთ კიდე ზრდას, მაგრამ მერე ბაზარი ისევ წამოვიდეს კორექციაზე.
რისგანაც რა თქმა უნდა ვიზღვევ თავს და აქ დაფიქსირებული მოგებით და აქ დაფიქსირებული მოგებით რა თქმა უნდა ისე უკვე მოვიყიდი და გავადიდებ ჩემ პოზიციას. ნუ ეს არის ერთი და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ავიღოთ ისევ და ისევ ჩვენი ფსიქოლოგიური ლეველები და მე უკვე რა თქმა უნდა პლუს მინუს ნახოთ რა იქნება. ნუ 15-20%-იან ეს და მინიმუმ უნდა დააფიქსიროს, ამიტომ მე სავარაუდოდ 121,000-ზე გავყიდი რაღაც ნაწილსაც. ესეც ასე, აქაც ვნახოთ sell limit ლეველი გქონდა აქ კიდევ ერთხელ 121,000. 121,350. ოკეი, აქ რაღაც არის შევყვანე 121,350. მაგ შემთხვევაშიც კარგი თანხა გვექნება და აქაც რა თქმა უნდა 15%-ს გავყიდი. ოკეი. ბიტკოინზე უკვე ყველაფერი მაქვს დადებული, ანუ 3 sell order-ი, ახლა რაც შეეხება ეთერიუმზეც ვნახოთ სადგუნა ჩვენ გაყვიდვა. კი ბატონო, აქვე ვხედავთ ძალიან მაგარ და კარგ ლეველს. ნახოთ. ოპა. პერფექტ. ეს ლეველი ძალიან მომწონს. აქედან მაღლა გვექნება 17%-იანი ზრდა, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი. 3230-ად გავყიდი. 3230 ვნახოთ აქ. 3230 და სულ რო გავყიდოთ. ეს რა გავაკეთე? კი, არაფერი. sell limit 3230 და ეს თლიანად რო გავყიდოთ, მაგ პერიოდში გვექნება 4400 евро. რაც რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი და აქ გავყიდი. ოკეი, ნახოთ 15%-ს გავყიდი აქ. თუმცა ეთერიუმზე დიდი პოზიცია გვაქვს, აქ გავყიდი 15%-ს. 3230, ოკეი. გვაქვს 3230-ზე ვყიდით, ოკეი. და შემდეგ კიდე გვინდა ეთერიუმ ევროზე აქ უკვე ჰაიზე გავყიდი. აი აქ. აქაც 15-16%-იანი და 3750. limit 3750. და აქ გავყიდით 15%-ს. აქაც 15%-ს გავყიდით მეგობრებო და 70% ისევ პოზიციაში ვიჯდები. აი ნახეთ ახლა რა ხდება. თუ მოხდა და რაც ძალიან კარგი იქნება და ძალიან გამიხარდება, აი ნახეთ აქაც რა კაი კონფირმაციებია. თუ მოხდა და ბაზარი აქედან წავიდა კიდე მაღლა, ისევ 70%-ით წარმოიდგინეთ ჩემი პოზიციის 70%-ით ისევ პოზიციაში ვიქნები, მაგრამ თუ ბაზარი ამოვიდა აქ და წამოვიდა კორექციაზე, ამოვიდა აქ და წამოვიდა კორექციაზე, შემდეგ ამ კორექციაზე აქ დაფიქსირებული მოგებებით, ისევ დავაფიქსირებ მე, ისევ ვიყიდი მე და შევალ ისევ პოზიციაში და თუ ეხლა მაქვს მაგალითად 1.36 თელი რაღაც ეთერიუმი, ზუსტად იგივე თანხით რაც აქ მაქვს, ანუ იმის გარშე რომ მე დავამატებ ექსტრა ინვესტიციას, ზუსტად იგივე თანხით მექნება უფრო დიდი პოზიცია, ანუ აქ 1.36-ის მაგალითად შეიძლება გამიხდეს 1.5, იმიტომ რომ მე აქ მაღლა დავაფიქსირე მოგებები და შემდეგ ქვემოთ ესე ვთქვათ ამ დაფიქსირებული მოგებებით ვიყიდე ეთერიუმი და ესე ვთქვათ ჩემი პოზიცია გაიზარდა და ზუსტად ეს თამაში არის, რა თამაშს უნდა ითამაშო შენ იმისთვის რომ ბაზარზე გააკეთო ფული და ზუსტად ეს თამაში არის, რა თამაშსაც ვთამაშობ, ესე ვთქვათ, ვედეცია საფულეთი. დეციას ხშირად იყენებენ ხალხი, ვინც ამბობს რომ აი მე არ მინდა რომ დრო დავუთმო ამ ყველაფერს, უბრალოდ ფუძდებ და მორჩა რა, დავანებო თავი და აი ფული გააკეთდეს. ნახეთ, როცა საქმე ეხება ინვესტიციებს, როცა საქმე ეხება ფულს, ის რომ შენ დრო არ გაგდა, არ გინდა ყურადღება მიაქციო და ასე შემდეგ, ჩემი აზრით არის სისულელე, იმიტომ რომ
ყურადღება, თუ გინდა რომ რაღაცა გაიზარდოს, რა თქმა უნდა დავთმო დრო, უნდა დავთმო ყურადღება და უნდა იზრუნო იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ის რისი გაზრდაც გინდა იქნება ის წინსვლა ფიზიკურად, სულიერად, გონებრივად თუ ფინანსურად, რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა დავთმო დრო, ამიტომ ის რომ აი დესია და მორჩა, ან მე არასწორად მიმაჩნია, მით უმეტეს როცა აქ ფინანსებს ეხება საქმე. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი აპდეიტი, sell order-ებიც დავდეთ, ყიდვა რაც საჭირო იყო, ყველაფერი ვიყიდეთ, buy order-ები აღარ გვიყენია არც Bitcoin-ზე და არც Ethereum-ზე, იმიტომ რომ ეს ლეველები იყო ახლა სადაც ავართ ჩემი last defense zone, იმის რომ ბაზარი შენარჩუნებული იყო პოზიტივი. იმ შემთხვევაში თუ ბაზარი წამოაკიდევ ქვემოთ, ანუ ეს იქნება ძალიან ცუდი Bitcoin-ისთვისაც და Ethereum-ისთვისაც, ანუ ეს არის იდეალური ზონა. მაქსიმუმ ეს ხა თუ გავტესტეთ, აი ეს ადგილი ლიკვიდობა თუ იყო აღებული და მე წავიდა მაღლა, მაგ პერიოდში სავარაუდოდ მოვასწრებთ იაფად ყიდვაც, ჩვენი თვიური ინვესტიციების დახმარებით. მაგრამ ამის ქვემოთ ჩამოვიდა, ანუ ეს ყველაფერი უკვე ცუდად იქნება, ცუდი იქნება Bitcoin-ი Ethereum-ისთვის, რა თქმა უნდა, ეს ლეველი იქნება კარგი გასატესტად და იმ cash-საც რაც ჩვენ ანაბარზე გვაქვს, იმასაც სავარაუდოდ გამოვიყენებ Bitcoin და Ethereum-ის საყიდლად. ან ვერცხლის, ნუ გააჩნია შემდეგ ვერცხლი და ოქრო რას გააკეთებენ. სულ ეს იყო მეგობრებო, თუ მოგეწონათ ვიდეო და არ გინდათ რომ გამოტოვოთ შემდეგი აპდეიტი, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი იმის რომ არ გამოგრჩეთ არც ერთი ვიდეო.